მოგესალმებით დილამშვიდობის, ეს არის კომერსანტის დილა და ჩვენი რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, რომლის ფარგლებშიც ყოველკვირეულად ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, რაც გავლენას ახდენს მათ შორის მომხმარებლებზე და რაც მიმართულია მეორეს მხრივ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებისკენ, რომ ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს და ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდეთ თუ რისი უფლებები გვაქვს და მეორე მხრივ რა ვალდებულებებიც მათ შორის. დღეს გადაცემაში უნდა ვისაუბროთ ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უახლესია და რომელიც ეხება სწორედ აი სავაჭრო პროცესს და ძალიან საინტერესო кейსი გამოვიდა, დადგინდა რამდენიმე მიმართულებით დარღვევა, შეცდომაში შემყვანი მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკა და მეორეს მხრივ ასევე გადაცემის განმავლობაში გავშლით იმ სტატისტიკას, რაც მომხმარებლის დაცვის ფარგლებში იმ საჩივრების რაოდენობას და დინამიკაზე ვისაუბრებთ, რაც დაფიქსირდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენთ დღეს ამათ ამარავი გსტუმრობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მადლობა მობრძანებისთვის, მოგესალმებით პირველ რიგში. გამშვიდობისა სალამე, მივესალმებით თქვენს მსმენელებს და მოხარული ვარ, რომ ისევ ყოველკვირეულად გვაქვს შესაძლებლობა გავაცნოთ სიახლეები ჩვენს მსმენელებს და დღესაც როგორც ახსენეთ, უნდა ვისაუბროთ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებებზე. კი ბატონო, სწორედ აი ამ გადაწყვეტილებით დავიწყოთ, სანამ სტატისტიკაზე გადავალთ. კომპანია Seilmart-თან დაკავშირებით, რომლის მიმართაც დადგინდა მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის გამოყენების ფაქტი. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ დაიწყო ეს პროცესი, რას ეხება და რას ნიშნავს სწორედ აი ეს dark pattern-ი ეგრეთ წოდებული, რომელიც მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკაა, ასე ვთქვათ, ჩვენთვის. კი ბატონო, dark pattern-ი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია და ყველა მოვაჭრე, არაკეთილსინდისიერი მოვაჭრე ცდილობს მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში. რა არის dark pattern-ი და რა არის უსამართლო კომერციული საქმიანობა, ხო? როდესაც მოვაჭრე ახორციელებს გარკვეულ ქმედებას, ან პირიქით უმოქმედობას, არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში. ხშირად გვინახავს ალბათ, რომ გამოცხადებულია ფასდაკლება, თითქმის 90%-იანი სრულ კოლექციაზე, ჩვენ მივდივართ გახარებულები, ველოდებით ფასდაკლებას და აღმოჩნდება, რომ 90-მდე არის და შეიძლება 10%-იც კი არ იყოს ფასდაკლების. რა თქმა უნდა, ეს ქმედება არის არაკეთილსინდისიერი მოვაჭრის მხრიდან და წარმოადგენს უსამართლო კომერციულ საქმიანობას. ყოველთვის მომხმარებელი ელოდება კეთილსინდისიერ ქმედებას და ნდობით არის აღჭურვილი ყველა მოვაჭრის მიმართ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებაში საკმაოდ მრავლად არის ჩვენ ვიმსჯელეთ და დავაფიქსირეთ საკმაოდ ბევრი შემთხვევა ეგრეთ წოდებული dark pattern-ების, ანუ არაკეთილსინდისიერი ქმედების და შეცდომაში შემყვანი ქმედების და შეგვიძლია დეტალურად გავიაროთ თუ რას წარმოადგენს რა ქმედება, რას წარმოადგენს. Online ვაჭრობის თემაა, ხომ, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და ძალიან ბევრი დღის განმავლობაში გვხვდება ესეთი გვერდები, რომელიც გვთავაზობენ სხვადასხვა სერვისს და პროდუქციას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. კი ბატონო, სააგენტოს შემოვიდა განცხადება, მომხმარებელი გვეუბნებოდა, რომ შეიძინა კონკრეტული მოდელის და კონკრეტული ფირმის უთო, თუმცა მიიღო განსხვავებული დასახელების. რამოდენიმე ასო იყო შეცვლილი უბრალოდ დასახელებაში და მოვაჭრე ასახებდა ამ პროდუქციას ორიგინალ პროდუქციად. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა და როგორც ყოველთვის არა მხოლოდ კონკრეტული кейსის ფარგლებში შევისწავლეთ, არამედ მთლიანად მოვაჭრის პოლიტიკა და მოვაჭრის საიტი შევისწავლეთ. პირველ რიგში დაკვირვება ვაწარმოეთ საიტზე და დავადგინეთ რამოდენიმე დარღვევა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ აი ხშირად გვინახავს საიტზე რომ შევდივართ და მითითებულია ეგრეთ წოდებული უკუმთვლელი, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ დრო იწურება, აი დღეს არის ბოლო დღე, შეიძინეთ, კარგი ფასდაკლებაა და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ვჩქარობთ, გვინდა რომ კარგ ფასად შევიძინოთ საქონელი ნივთი. შევიძენთ უცებ, არც შევადარებთ სხვა საიტებზე, არც ვნახავთ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ფასდაკლება აწერია, რომ 70-80% ფასდაკლება და შევიძენთ და შევდივართ მეორე დღეს და თურმე რაც ვხედავთ, რომ ეს უკუმთვლელი თავიდან იწყებს ათვლას, არაფერი არ იცვლება, ფასდაკლება ისევ გრძელდება. ანუ ამ ქმედებით მოვაჭრე ახდენს მანიპულირებას, გავლენას ახდენს მომხმარებლებზე და უბიძგებს იმისკენ, რომ დაჩქარებულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეიძინოს ნივთი. რა თქმა უნდა. ანუ ეს ეგრეთ წოდებული ვიღაცამ შეიძლება მარკეტინგულ ხრიკად ჩათვალოს, თუმცა რეალურად ეს არ ღვევს კანონის დარღვევა.
თუ ეს რეალურია, რა თქმა უნდა, აქ არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, პრობლემა, მაგრამ თუ ეს მიზანმიმართულად ხდება და შეცდომაში შეყვანას ემსახურება მომხმარებლის, ამ შემთხვევაში ბუნებრივია კანონის დარღვევა მიიქნება, რაც დადასტურდა ამ შემთხვევაში. და ამ საიტის შესწავლისას საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გადაწყვეტილება გამოვიდა. თუ სხვა მოვაჭრეებთან გვაქვს ერთეული შემთხვევები, ეს არის ისეთი საიტი, ან ცუდი გაგებით სამაგალითო, რომელშიც თავმოყრილია ძალიან ბევრი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტები. ერთ-ერთი არის მაგალითად ჩვენ როდესაც ვყიდულობთ ნივთებს, წინდახედული მომხმარებელი ყოველთვის უკვირდება და ნახულობს ეგრეთ წოდებულ შეფასებებს, სხვა მომხმარებლის შეფასებებს. ჩვენ ვაფასებთ ნივთს, ვნახულობთ რეალურად როგორ გამოიყურება, ვნახულობთ თუ დაბალი შეფასებაა, როგორც წესი ვიკავებთ თავს და არ ვყიდულობთ. რა ხდებოდა ამ შემთხვევაში? ამ საიტზე ჩვენც დაკვირვების პროცესში დავინახეთ, რომ კონკრეტულ ნივთებზე იყო ჩაშენებული შეფასებები, 5 შკალიანი გრაფა იყო და საიტის ყოველი განახლებისას ეს შეფასებები იცვლებოდა. ხან ენიჭებოდა 5 ქულა ამ ნივთს, ხან ენიჭებოდა 4 ნახევარი, თუმცა რა თქმა უნდა დაბალ შეფასებამდე არ ჩამოდიოდა. ყოველ განახლებაზე 2 წუთში ერთხელ რაოდენობაც ამ შეფასებების იცვლებოდა. თუ პირველ რიგში გვიჩვენებდა რომ დაუშვათ 500 მომხმარებელი იყო კმაყოფილი, 2 წამში შეიძლება 300 ყოფილიყო ამ პირიქით 800. ანუ ესეც მანიპულაციურად შეცდომაში შეკავდა მომხმარებელი ენდობა მოვაჭრეს და ენდობა ამ შეფასებებს, როდესაც ნახულობს რომ საკმაოდ კარგი შეფასებაა, მაღალია, რა თქმა უნდა იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ეს აღმოჩნდა მცდარი და თავის მხრივ არის შეცდომაში შემყვანი. ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ მიიღო განსხვავებული დასახელების. კი ბატონო. ხშირად ხდება განსაკუთრებით ისეთი პროდუქციები ცნობილი ფირმების და ცნობილი კომპანიების, ბრენდების ტექნიკა ან სხვა ნივთები იყიდება საკმაოდ დაბალ ფასად. ხშირ შემთხვევაში არის მითითებული, რომ ეს არის პატენტი, ეს არ არის ორიგინალი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მოვაჭრეები ამას არ აკეთებენ და მეცაც გეტყვით, რომ უთითებენ ორიგინალი წარმოებლის, ანუ ორიგინალი ბრენდის დასახელებას. პირობითად ჩვენ ვყიდულობთ რომელიმე ცნობილი ბრენდის უთოს ან ტელევიზორს და მივიღებთ ტელევიზორს, რომელიც არის საერთოდ სრულიად განსხვავებული. ამ შემთხვევაშიც მრავლად იყო ასეთი ფაქტები ამ საიტზე, იყო მითითებული კონკრეტული ბრენდის დასახელება, თუმცა რეალობაში მომხმარებლები მიიღებდნენ განსხვავებული ბრენდის. კი ბატონო, აი ჩვენ ვახსენეთ ეს შემთხვევა, მომხმარებელმა თქვენ მოგმართათ, მანამდე თუ გქონდა თავადად მოვაჭრესთან ცდელობა პროდუქციის ან დაბრუნების, ან თქვენ რა კომუნიკაცია გქონდათ უკვე უშუალოდ აი ამ სეილმარტის წარმომადგენლებთან? სანამ ჩვენ მოგმართავენ როგორც წესი, 90%-ში მეტ თუ არა, პირველ რიგში მიმართავენ მოვაჭრეს, ითხოვენ დაზიანებული ნივთის შეცვლა შეკეთებას, თუ ვერ შერიგდებიან და თუ ვერ შეთანხმდებიან, ამ შემთხვევაში უკვე მოგმართავენ ჩვენ. ჩვენ რა თქმა უნდა თავის მხრივ პირველ რიგში ვითხოვთ პოზიციას მოვაჭრესთან, ვსწავლობთ დეტალურად საქმის გარემოებებს და მიღებული უკვე მტკიცებულებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში უშედეგო აღმოჩნდა კომუნიკაცია მოვაჭრესთან, არაერთხელ გაეგზავნა წერილობით დოკუმენტი, განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ დარღვევის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება. და ეს რას გულისხმობს? ესეც გითხარით, რა ვალდებულება გაუჩნდა მოვაჭრეს და როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში რავალდებია? როგორც ამ კონკრეტულ მოვაჭრეს, ასევე ნებისმიერ სხვა მოვაჭრეს ჩვენ განვუსაზღვრავთ გონივრულ ვადას და ვეუბნებით, რომ ამ გონივრულ ვადაში უნდა აღმოფხვრას ის ხარვეზები, ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ხო, ამ dark pattern-ებზე და უსამართლო კომერციულ საქმიანობაზე, ეს ნაწილები უნდა აღმოფხვრას, ჯერ ვადა არ არის გასული, ერთთვიანი ვადა განისაზღვრა ამ კონკრეტულ მოვაჭრეს. და ამ ერთი თვის ვადაში თუ არ მოხდება ამ რეკომენდაციების და ამ ვალდებულებების შესრულება, მერე უკვე სააგენტო გადადის დაჯარიმების ეტაპზე და ჯარიმა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურია და მოვაჭრის ბრუნვის
შარშანდელი წლის ბრუნის 2%-მდე შესაძლებელია იყოს. კი ბატონო, ანუ ჯერ ვადარჩება ამ კონკრეტულ მოვაჭრეს, თუმცა იმ წინა გამოცდილებით, რაც თქვათ კომუნიკაციაში არ გამოდიან, არ ვიცი, რამდენად შეიძლება მოიყვანო ნორმაში, კანონთან შესაბამისობაში, მოკლედ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ონლაინ ვაჭრობისას მთელი რიგი საკითხებია, რაც თურმე როგორც აღმოჩნდა, კანონთან შეუსაბამოა, ჩვენ შეიძლება რაღაც მარკეტინგულ თემებად აღვიქვათ, მაგრამ აი ფასთან დაკავშირებით, დასახელებასთან დაკავშირებით ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით გადავიდეთ უკვე სტატისტიკის ნაწილზე, ხომ ესეც ეს შემთხვევაც მომხმარებლის მომართვის შემდეგ მოხდა და დადგინდა და შეისწავლეთ და ზოგადად რა ხდება მომართვიანობის ნაწილში იანვარ-მაისის სტატისტიკა ხელმისაწვდომია, როგორი მაჩვენებელი გვაქვს და რამდენად გასულ წელთან მიმართებით ზრდა არის უკვე მომართვიანობის კუთხით. კი, მომართვიანობის კუთხით არის ზრდა, ჩვენ ყოველთვიურად ვაქვეყნებთ სტატისტიკას დღეების მიხედვით. თუ შევადარებთ წინა წელს ან თუნდაც შარშანდელი წლის მონაცემებს, ჩვენ დავინახავთ, რომ მონაცემები გაორმაგებულია და საკმაოდ აღემატება იმ მონაცემებს, რაც ქონდა აქამდე. რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ინფორმირებულობა საზოგადოებაში და მომხმარებლებში გაზრდილია, ამისთვის არაერთ ღონისძიებას და არაერთ კამპანიას ვეწევით და ვაწარმოებთ. იქნება ეს ვიდეო რგოლების საინფორმაციო, უშუალო შეხვედრები, როგორც მომხმარებლებთან, ასევე ბიზნესთან. და თუნდაც რომ ავიღოთ იანვარ-მაისის სტატისტიკა, ჩვენ დავინახავთ, რომ 500-ზე მეტი განცხადება შემოვიდა, 500-ზე მეტი მომხმარებლის. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 15-20-ზე შემოვიდა 1600-ზე მეტი სატელეფონო ზარი და გაეწია ძალიან დეტალური კონსულტაცია მომხმარებლებს. რაც შეეხება უკვე დარღვევის დადასტურებებს, კვლავ ჩვენი დაარსების დღიდან ყოველთვის მორიგების кейსები და შემთხვევები აღემატება დარღვევის დადასტურებებს. ამ შემთხვევაშიც მოვაჭრესთან, გამყიდველთან მორიგების შემთხვევები აღემატება დარღვევის დადასტურებებს. თქვენი ჩართულობით მათ შორის, ხო? კი, ბატონო, მორიგება ის პროცესი. კი, ანუ როდესაც განცხადება შემოდის, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უმოკლეს დროში მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით დავასრულოთ ეს кейსი მორიგებით. და როგორც წესი მოვაჭრეები მოდიან ამ შეთანხმებაზე და მორიგებაზე, თუმცა დაჯარიმების ფაქტებიც გვაქვს წელს და თუ შევადარებთ წინა წლის სტატისტიკას, დავინახავთ, რომ იანვარ-მაისის თვეში დაჯარიმებულია არაერთი მოვაჭრე და დაახლოებით 20,000 ლარი შეადგენს ჯამურად თანხა დაჯარიმების. კი ბატონო, მოდით ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს შემთხვევა, რაზეც გადაწყვეტლება იყო ონლაინ ვაჭრობას ეხება, ამ შემთხვევაში მომართვებში როგორ ნაწილდება ონლაინ და ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევები? დასაწყისიდანვე დღემდე ონლაინ ვაჭრობაზე მოდის დაახლოებით 70% განცხადებების, რაც საკმაოდ ბუნებრივია, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ჩვენ აქტიურად გადავედით ონლაინ ვაჭრობაზე და დღესაც უფრო აქტიურია ონლაინ ვაჭრობა. ამას, რა თქმა უნდა, განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები. ონლაინ დარღვევა როგორც წესი ონლაინ უფრო მარტივია კანონის, იმიტომ რომ მომხმარებელი ნაკლებად არის დაცული. შესაბამისად, ამ მიმართულებით უფრო მეტი განცხადებაა. რაც შეეხება ადგილზე ვაჭრობის სექტორს, ამ შემთხვევაში 30% მოდის მომხმარებლების განცხადებები. კი ბატონო, თუ გეოგრაფიას გადავხედავთ, სტატისტიკაში ჩანს, რომ თბილისი ლიდერობს, მაგრამ აი რეგიონებში როგორი სურათია, რამდენად გაიზარდა მომართვები, თქვათ, რეგიონებიდან? ეს ერთადერთი მაჩვენებელია მე მგონი ჩვენი სტატისტიკური მონაცემების, რომელიც შეიცვალა და მიხარია ამ ცვლილების, იმიტომ რომ თუ ვნახავთ 2023 წელს მაგალითად ძირითადი ნაწილი მოდიოდა თბილისზე 95-97%. ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ და მივაღწიეთ იმას, რომ რეგიონებშიც მომხმარებლები გახდნენ უფრო აქტიურები და დღეს თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, დაახლოებით 75% მოდის თბილისზე და დანარჩენი პროცენტები გადანაწილებულია რეგიონებზე. არაერთი შეხვედრა და არაერთი ღონისძიება ჩატარდა რეგიონებში და ძალიან ბევრ მაცხოვრებელს შევხვდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. და ძალიან სასიხარულოა,
რომ რეგიონებიც აქტიურად არიან ჩართულები მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებში. კი ბატონო და სექტორებზეც რომ გითხრათ, ეხა ტექნიკის შემთხვევა იყო, ძირითადად ასეთი ტიპის ამ ტიპის ასე ვთქვათ პროდუქციაზეა მომართვები თუ მცირე შენაძენზეც შეიძლება მოგმართონ თუ უფრო მეტად ვთქვათ ტექნიკა ჭარბობს ამ შემთხვევაში. მცირე შენაძენზე რა თქმა უნდა თუ მომხმარებლის უფლება ირღვევა შესაძლოა ჩვენ საერთოდ არ ვიყიდოთ ნივთი, მაგრამ თუ დავინახეთ დარღვევის ფაქტი შეგვიძლია მივმართოთ სააგენტოს და სააგენტო დაიწყებს მოკვლევას. რა თქმა უნდა, უფრო ასეთ გარიგებები, აი ტანსაცმლის ყიდვაზე, ტექნიკის, ავეჯის ყიდვაზე მოდის ძირითადი აქცენტი და ძირითადი რაოდენობა განცხადებების. თუმცა არანაკლებია გადაზიდვებზე, ტრანსპორტირებაზე, მომსახურების ნაწილზეც საკმაოდ ბევრი განცხადება მოდის. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და აი ეს სტატისტიკა ვისურვოთ, რომ უფრო მეტად გაიზრდება, ანუ ადამიანები უფრო მეტად გაიგებენ საკუთარი უფლებების შესახებ და საბოლოო ჯამში ძალიან მოწესრიგებული სავაჭრო გვექნება პროცესი, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური ვაჭრობის ნაწილში. მადლობა მობრძანებისთვის, ამა თამაროვის აქტოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი და ეს იყო რუბრიკა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, რომელიც ერთი კვირით გემშვიდობებად მომავალ სამშაბათამდე დროებით.